მოგესალმებით. უყურებთ გადაცემას დღის სტუმარს და მე ნინუცა კეკეკლია ვარ. კობახიძისთვის, მდინარაძისთვის და მთელი დანარჩენი თვითმარქვია ხელისუფლების წევრებისთვის არაობიექტური ჟურნალისტი. ისე როგორც ყველა ჩემი კოლეგა, ამ და სხვა დამოუკიდებელი მედიიდან. იმიტომ რომ ყოველდღე ამ ეთერიდან მეც და სხვაებიც კრიტიკული მედიის ჟურნალისტები გიყვებით ამბავს, რომელიც ამ რეჟიმის სიმახინჯეებს, ძალადობასა და უკანონობას ამხელს. რადგან უამრავი წნეხით ვერ გაგვაჩერეს, როგორც ჩანს, ახლა ამ არალეგიტიმური ხელისუფლების ახალი მიზანი ჩვენთვის რაღაცა გამოგონილი მზღუდავი ნორმების დაწესება გახდა, რომელსაც ერქმევა ობიექტურობის და ეთიკის დამდგენი კანონი. სინამდვილეში, რადგან როგორც ცნების ობიექტურობის კანონით განსაზღვრება არ არსებობს, მარტივად აგიხსნით ჩვენგან რა უნდათ. როგორც მათი ინტერვიუებიდან ირკვევა, ჩვენ დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები ჩვენი კრიტიკით თურმე გულს ვტკენთ რეჟიმის წევრებს და ახლა, რომლისგან უფრო რა ეწყინათ, ეგ უნდა დაადგინოთ. ასეთი კანონი დიდ ბრიტანეთშია მდინარაძე პოპულისტობს. ბრიტანეთში კი არა თქვენაირი თვითმარქვია მოძალადე ხელისუფლება, მხოლოდ რუსეთშია და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ აბსურდულ კანონებს მხოლოდ დიქტატორული რეჟიმები იღებენ. რას იზამთ დაგვიჭერთ თქვენზე რომ ვიტყვით სიმართლეს, რომელიც ასე გამოიყურება? ოცნება საპოლიციო მოძალადე რეჟიმია, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას რეპრესიებით და ახალ-ახალი წინადღით გამკაცრებული არაკონსტიტუციური კანონმდებლობით ცდილობს. ხალხს რომ ასახიჩრებთ, წამლავთ, წყლობით უსამართლოდ ატყუებთ, ამ სიმართლის გამოც გვიჩვენებთ თქვენსავე პროკურატურაში და უსამართლო სასამართლოში. დაგვაჯარიმებთ რუსებს რომ გეწახით მაგისტვის, თუ ზარქუას სახელობის როზ კი იქნება. სასაცილოები ხართ, სასოწარკვეთილი სასაცილო რუსები, რომლებსაც გეშინიათ. და ბოლოს, ობიექტურობა მოითხოვს თვითმარქვიებო, ითქვას რომ თქვენნაირი რუსი, მოღალატე, მოძალადე და კიდევ რასაც აქ ვერ ვიტყვი, თქვენი შიშით კი არა მაყურებლის პატივისცემის გამო, ამ ქვეყანას არასოდეს ყოლია. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და როგორც აი ამ მონოლოგითაც მიხვდით, დღეს უნდა ვისაუბროთ იმ რეპრესიებზე, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ რეჟიმისგან საქართველოს მოქალაქეების მიმართ, პროტესტის მონაწილეების მიმართ და ასევე უნდა ვისაუბროთ იმ შედეგებზე, რაც მოყვება ამ ქვეყნისთვის და მოყვა უკვე არალეგიტიმური ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებს მოქალაქეებზე და გამკაცრებულ ეგრეთ წოდებულ კანონმდებლობას, იმიტომ რომ კანონს და ქართულ ოცნებას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. გუშინ მაყურებელმა იცის, რომ 8 დაკავებული პირის სასამართლო პროცესი იყო იმ ადამიანების, ვინც ჯერ დააკავეს ადმინისტრაციული კანონდარღვევით მტკიცებულებების გარეშე, თუმცა სასამართლოს ნაცვლად გადაიყვანეს დიღმის მთავარ სამმართველოში, იქ ბრალი გადაუკვალიფიცირეს და უკვე როგორც სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავეები წარადგინეს სასამართლოს წინაშე. დღეს გათავისუფლდა ეს 8 პატიმარი, 8 ტყვე. ერთ-ერთი ჩვენი სტუდიის სტუმარია დიმა ბიძინაშვილი, მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ ახლა, როგორც კი დატოვეთ რუსთავის ციხე, მაშინვე მოხვედით ჩვენთან და მადლობა ამისთვის. მოდით დავიწყოთ, რომ გასაგები იყოს მაყურებლისთვის, ჯერ როგორ მოხვდით ახლა საპატიმროს მიღმა აქ. აი ვისაუბროთ იმ საპატიმრო გირაოზე, რაც მოითხოვა პროკურატურამ, შუამდგომლობა. მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში სოლიდარობა მე უნდა გამოვუცხადო ყველა პოლიტიკურ პატიმარს, მათ შორის მზიამაღლობელს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარეს და მას უსურვებ ჯანმრთელობას და ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, რისთვისაც იბრძვის და რისთვისაც ის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს არის პატიმრობაში, არის ახალი ისტორიის ნაწილი, მათი სახელი და გვარები აუცილებლად შევა ისტორიაში, როგორც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, ვინც საქართველოს ხედავს მხოლოდ ევროპაში და საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს. ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ეს არ არის ახალი და ნენელა მძაფრდება იმის ფონზე, როდესაც
მათ რაღაცა რესურსები უსუსტდებათ, სიტყვით დაამტკიცონ საკუთარი სიმართლე. მათ მხარეს არ არის სიმართლე, მათ მხარეს არის მხოლოდ ძალადობა, დაშლა, დაშინება, შანტაჟი, უკანონო თვალთვალი მიყურადება. აქეთ მხარეს საქართველოს მოქალაქეების მხარეთ კი არის ერთი იარაღი, მძიმე იარაღი, რომელიც ხვდება ქართულ ოცნებას, ეს არის მართალი სიტყვა. იქ ადამიანები დგანან, რომლებიც იცავენ საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ღირსებას, საკუთარ მომავალს, საკუთარ შვილების მომავალს. ეს ადამიანები მზად არიან იმ რეპრესიებისთვის, რომელიც მოსალოდნელია ყველა იმ მოქალაქის მიმართ, ვინც დგას საპროტესტო აქციაზე. დიახ, მე გავიცანი ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფურად გზის გადაკეტვას მე დავებიან, მაგრამ იზოლატორში გავიცანი ზოგი მათგანი და დამერწმუნოს ქართული ოცნება, რომ ეს არ არის ხალხი, ვისაც რაღაცა პატიმრობით შეაშინებს, სრულად აქვთ გააზრებული ამ ადამიანებს, რასაც აკეთებენ და რისთვისაც იბრძვიან, რაზე მიდიან და რისთვის მიდიან. მეცნებოდა, როდესაც ბრალს მაცნობდნენ, მეცნებოდა, როდესაც პროკურორი სასამართლო პროცესზე საუბრობდა ჩვენს დანაშაულზე, იმ დანაშაულზე, რომელიც და გამარტოთ მაყურებლისთვის, რომ თქვენ დაგაკავეს 2 თებერვალს, როდესაც თბილისი მოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია იყო, დაგაკავეს ადმინისტრაციული წესით და გედავებოდნენ წინა დღეს სტრატეგიულ ობიექტად გამოცხადებული მაგისტრალის გადაკეტვას. თუმცა კადრებში ადმინისტრაციული წესითაც კი არ მედავებოდნენ სტანდარტულ მუხს 176-173 მუხს, რაც გულისხმობს დაუმორჩილებლობას და სიტყვის შეურაცხყოფას, მეც არაფერს მედავებოდნენ. იქაც კი ადმინისტრაციულ მუხშიც კი ადმინისტრაციული მუხლით გათვალისწინებული 174 მუხლი არის გზის გადაკეტვა, იქაც კი არ მედავებოდნენ გზის გადაკეტვას. მაგრამ მაგისტრალის გადაკეტვას და გზის იქაც კი არ ადმინისტრაციული წესითაც კი არ მედავებოდნენ, მაგრამ თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ადმინისტრაციული მუხლები შეიცვლებოდა სისხლის სამართლის მუხლებით და მე ამაზე ადვოკატს პირველ დღესვე ვესაუბრე, როდესაც შემოვიდა, რომ ეს ყველაფერი შეიცვლებოდა და იქნებოდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი რაღაცა ქმედება, რაც მათ განსაზღვრეს, რომ თურმე მე ჩავიდინე და სასამართლოზე ვთქვი და შემიძლია ეს ვიმეორო უსასრულოდ, რომ მე არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. დანაშაული არ არის თავისუფლებისთვის ბრძოლა, პირიქით ეს არის ღირსება და სიამაყე, რაც განცდაც იქ თვითონ ჩვენთაგანს გაგვიჩნდა, იმ 8 ადამიანს გაგვიჩნდა, როდესაც ბრალდებულების სკამზე მოხვდით. ესეთი ამაყი ალბათ მართალი ცხოვრებაში არ ყოფილვარ და ამას გრძნობდი და ის ბრალდება, რასაც მიყენებდნენ, არ იყო ჩემთვის პრობლემა. მართლაც რაღაცა სახის დანაშაულზე, რომ ყოფილიყო საუბარი, ან ვინმესთვის რამე ცუდი გამეკეთებინა, ან ვინმესთვის მართლა შეურაცხყოფა მიმეყენებინა, ხო, ეს იქნებოდა ჩემთვის მძიმე გადასატანი, მაგრამ მას ამართლებდნენ სამშობლოს სიყვარულისთვის და ეს პირიქით პატივი იყო ჩემთვის და ერთი წუთი არ მქონია ის განცდა, რომ ან რაღაცა გაურებული გრძნობა მქონოდა ამ პატიმრობასთან დაკავშირებით. პირიქით, ღირსეულად მივიღე ეს სასჯელი, იმიტომ რომ მე ვისჯებოდი სამშობლოს სიყვარულისთვის, იმიტომ რომ ჩვენ გავიზარდეთ, ჩვენი თაობა გაიზარდა გარემოში, სადაც ისტორიები იყო 9 აპრილის გმირებზე, ისტორიები იყო აფხაზის ომის გმირებზე, ისტორიები იყო სამაჩაბლოს გმირებზე, ანწუხელიძის ისტორიებზე. ამაზე ჩვენ გავიზარდეთ და ეს ადამიანები არ შეწირულან იმას, რომ ეს ქვეყანა არ იყოს თავისუფალი და არ იყოს დამოუკიდებელი. ეს ადამიანები შეეწინენ იმისთვის, რომ მე და თქვენ ახლა ვისყდეთ აქ და ვსაუბრობდეთ საქართველოს მომავალზე, როგორ შეიძლება განვითარდეს, ეს ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი. სწორედ ამისთვის გაწირეს ამ ადამიანებმა საკუთარი თავი და ჯანმრთელობა და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ სხვანაირად ვიფიქროთ, სხვანაირად ვიმოქმედოთ, ან სხვა ფიქრი გაგვიჩნდეს, თუნდაც ქვეყნიდან გაქცევა მოგვიწიოს, ხო? რისკენაც მოგვიწოდებენ და მოგვიწოდებენ იმისთვის, რომ სახლში დავჯდეთ და არ გავაპროტესტოთ არაფერი. არა.
ჩემზე ბევრად ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე ტყვიას უშვერდნენ შუბს იმისთვის რომ მე დამოუკიდებელ საქართველოში დაუბადებულიყავი და გავზრდილიყავი და მე არ ვაპირებ რომ რაღაცა პატიმრობის თვეებით წლებით მივიღო გადაწყვეტილება და გავჩერდე პირიქით ბევრად მოტივირებული ვარ ბევრად მეტად გავიაზრე თუ რასთან გვაქვს საქმე ბევრი დრო მქონდა საფიქრელად და მივხვდი რომ უნდა გქონდეს რკინის ნერვები. ეხლა არის ნერვების ომი არის ეხლა. ან ქართული ოცნება ცდილობს რომ რაღაცნაირად ნიჰილიზმი ჩამოაგდოს და ჩვენი დაკავებით იყო ეს პირველ საათებში რაღაც ნიჰილიზმი რომ არაფერი შეიძლება არ მოხდეს, არ შეიცვალოს, მაგრამ ეს ასე არ არის რა, ეს ნიჰილიზმი უნდა დავტოვოთ უკან, უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები, უნდა მივხვდეთ რომ ეს პროცესი არ დამთავრდება ერთ და ორ დღეში, ეს პროცესი არის ცოტა გრძელვადიანი, მაგრამ უნდა ვიყოთ მყარად და უნდა ვიცოდეთ და გავიაზროთ რისთვის ვიბრძვით. ეს ბრძოლა რისთვის არის? თუმცა ამ ბრძოლაში ის საპატიმრო გირაო თქვენ შეგსყუდავთ სამომავლოდ. იმიტომ რომ პროკურატურის შუამდგომლობა იყო ასეთი რომ თქვენს მიმართ შემოვიდნენ საპატიმრო გირაოთი, ამის საფუძველზე გათავისუფლდით, ამით დავიწყეთ ჩვენ ზუსტად საუბარი თქვენთან, რომ საპატიმრო გირაო, რომელიც ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსამართლემ გულისხმობდა იმას, რომ აი ამ თანხის, ანუ გარანტიისთვის ჩადებული თანხის გადახდის შემდეგ თქვენ დატოვებდით საპატიმროს. თუმცა გამოძიება ამ საქმეზე გრძელდება თქვენს წინააღმდეგ. ხო და პროკურატურამ თქვა ისიც, რომ სხვა პირების დადგენა გამოკვეთაც მიმდინარეობს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მაგისტრალის გადაკეტვაში. და ის რომ პროცესი გრძელდება, გამოძიება გრძელდება, ნიშნავს იმას, რომ თქვენ გარკვეული შეზღუდვები გაქვთ და ვიცით რომ რადგანაც ბრალს არ აღიარებთ, შეიძლება ამ გამოძიების დასრულების შემდეგ ისევ დამნაშავეებად გამოგაცხადონ და შეგაბრუნონ საპატიმროებში, ხო? აი როგორ ფიქრობთ, თუნდაც აი ეს შანტაჟის მექანიზმი რომ დარჩა პროკურატურას არალეგიტიმურ ხელისუფლებას ხელში, თქვენ რამდენად შეგზღუდავთ თქვენი პროტესტის გამოხატვაში? ხო, არ ვიცი, გამოსვლის დღიდან მგონი საერთოდ არ მეტყობა რომ რაღაც შეზღუდვა მაქვს რა. კიდევ ერთხელ ვიძახი, მე არ მასამართლებენ კანონით, მე მასამართლებენ პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური ნიშნით გასამართლება ნიშნავს იმას, რომ მე ამ ქვეყნის მომავლისთვის ვიბრძვი და ამ ქვეყნისთვის მომავლისთვის ბრძოლა ჩემთვის არის პატივი. არ მაინტერესებს რას იზავს არალეგიტიმური ხელისუფლება, რა განაჩენს გამომიტანს. მე უნდა ვიყო პირველ რიგში ჩემ თავთან მართალი, როდესაც ჩემ თავთან დავრჩები მარტო და ვიფიქრებ რა გავაკეთე, ანუ რისი გაკეთება შემეძლო და რა გავაკეთე. ყველაფერი გავაკეთე თუ არა იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ქონოდა დამოუკიდებლობა, ამ ქვეყანას ქონოდა თავისუფლება და ამ ქვეყანას ქონოდა ევროპული მომავალი. თუ მე ამას გავაკეთებ, რას იტყვის არალეგიტიმური ხელისუფლება, საერთოდ არ მაინტერესებს. ჩემი ამოცანა და მიზანი არის, რომ ამ ქვეყანას კონდეს უკეთესი მომავალი და მე ამას აუცილებლად შევასრულებ და ჩემი თაობა ახალგაზრდები, ის ახალგაზრდები, რომელსაც დღეს ასამართლებენ ეს ადამიანები, საკუთარ სიტყვას იტყვიან, საკუთარ ისტორიას დაწერენ, აუცილებლად გავაწლები და ეს ადამიანები ისტორიის წიგნში მოხვდებიან, მაგრამ ის ადამიანები ვერ მოხვდებიან, ვინც ამ ქვეყანას მიაქანებენ რუსეთისკენ. ეს არის მოხვდებიან, მაგრამ როგორც სახელმწიფო ინტერესების მოღალატეები მათ მომავალს შეერწყება მათი გვარების, მაგრამ აქეთ მყოფი ადამიანების პირიქით გაუხარდება. ეს პროცესები არის ისტორიული პროცესები. ბევრი ადამიანი, რომელიც ამ პროცესში არ მონაწილეობს, გავაწლები და მოიტყუება, რომ ამ პროცესის მონაწილე იყო, როგორც ამას 9 აპრილზე ეშვებიან ადამიანები, როდესაც არ მონაწილეობდნენ, დღეს იძახიან, რომ 9 აპრილის მონაწილეები იყვნენ. სწორედ ასეთი პროცესი მიდის. იმ 9 აპრილის პროცესების გაგრძელება არის ის, რასაც დღეს უყურებთ ჩვენ ქვეყანაში, ხო? მათ დაიწყეს, მათ მოგვიტანეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა და დღეს ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის დასაცავი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ აბსოლუტურად. ბიძინა ივანიშვილი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში იძახდა, რომ არ მესმის რატომ ეჯახებიან ახალგაზრდები კედელსო და ის ვერასდროს ვერ გაიგებს ამას ჩვენ რატომ ეჯახებით კედელს, იმიტომ რომ მას არ აქვს
ყველაზე მნიშვნელოვანი სამშობლო სიყვარული. მას რო ესმოდეს რა არის სამშობლო სიყვარული, მიხვდებოდა რომ ეს არა უბრალოდ კედელი, არამედ უსამართლობის კედელი არის და სწორედ ამ კედელს ვეჯახებით და სწორედ ამ კედელს დავანგრევთ. მთავარია მოქალაქეებმა იცოდნენ ერთი, რომ ეს პროცესი არ არის მოკლე, არის ნერვების ომი, რკინის ნერვები გვჭირდება ჩვენ, გვჭირდება თანმიმდევრულობა, გვჭირდება ზუსტად ვიცოდეთ რისთვის ვიბრძვით და აუცილებლად მოუწევს ქართულ ოცნებას უკან დახევა. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება აუცილებლად და დარწმუნებული ვარ რომ ამ პროცესებში დაკავებული ადამიანები იქნებიან ბოლო პოლიტიკური პატიმრები ამ ქვეყანაში და აუცილებლად მოუწევს ახალი არჩევნების ჩანიშვნა. სხვანაირად უბრალოდ ვერ გაგრძელდება. ისტორიას არ ახსოვს დიქტატორებს გაემარჯვათ თავისუფალ ადამიანებზე. თავისუფალი სიტყვა არის ის იარაღი, რომელსაც ყოველდღე შეუძლია დაასუსტოს ოლიგარქია და ამას ვაკეთებთ ჩვენ. ჩემზეც იმ დაკავებულებზე აბსოლუტურად ყველა დაკავებულს შეიძლება სანაცნობლოში ყოლოდა ისეთი ადამიანი, რომელიც გუშინ წინ ქართული ოცნების მომხრე იყო თუნდაც ჩუმად. მაგრამ დღეს ეს ადამიანები ზუსტად ხვდებიან რასთან გვაქვს საქმე და ქართული ოცნება ყოველდღიურ რეჟიმში კარგავს მომხრეებს და ეს ადამიანები იაზრებენ რომ აქ უბრალოდ პარტიული ომი არ არის. აქ უბრალოდ არის ამ ქვეყნის მომავალზე ომი, საიწავა ჩვენი ქვეყანა, იქნება ევროპული თუ იქნება რუსული და ამ ბრძოლას ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა იმისთვის რომ ჩვენი მომავალი არ ყოფილიყო რუსეთის და პირველ რიგში ეს ადამიანები უნდა გვახსოვდეს და ამ ადამიანების გამო უნდა ვიბრძოლოთ რომ მივიყვანოთ ის დაწყებული საქმე რაც მათ დაიწყეს. კი და აი მთელი რაც საუბრობდით თვალს ვადევნებდით ჩვენ ეთერში იმ კადრებს სადაც ჩანდა თქვენი დაკავება და როცა გედავებიან გზის გადაკეტვას იქაც ძალიან კარგად ჩანს რომ ეს ფაქტი ზოგადად არ შემდგარა იმ დღეს პროტესტის დღეს და მით უმეტეს თქვენ ისეთ ტერიტორიაზე დაგაკავეს არ იყო ეს ცენტრალური მაგისტრალი სავალი ნაწილი და ამ კადრებში ჩანდა კიდეც რომ პირიქით სავალი ნაწილისკენ გადაჰყავდით პოლიციას. დიმა, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ როცა უკვე თქვენი განაჩენი საბოლოო გამოცხადდება საქალაქო სასამართლოში არ იქნება არალეგიტიმური ხელისუფლება სათავეში და სასამართლო იქნება დამოუკიდებელი და ნამდვილად ისე განსჯის როგორც იყო რეალურად. წარმატება მინდა გისურვოთ. დიმიტრი ბიძინაშვილი კოალიცია ცვლილებისთვის წევრი იყო ჩვენი სტუმარი და პირდაპირ ეთერში ახლა უნდა შემოგვიერთდეს გიგი უგულავა, რომელიც დიმა ბიძინაშვილთან ერთად იჯდა გუშინ განსასჯელის სკამზე საქალაქო სასამართლოში. მოგესალმებით, მადლობა ჩვენი გადაცემის სტუმარი რომ ხართ და გილოცავთ რომ თავისუფალი ხართ ახლა. მინდა გკითხოთ იმ დავაზე, რომელიც თქვენს წინააღმდეგ აქვს არალეგიტიმურ ხელისუფლებას და მოდით იმით დავიწყოთ, თუ ელოდით ადმინისტრაციულ კანონდამრღვევად რომ გცნეს და დაგაკავეს ერთ საათში გადაგიკვალიფიცირებდნენ და უკვე სისხლის სამართლის დამნაშავედ წარდგებოდით ივანიშვილის სასამართლოში. მოწვევისთვის სიმართლე გითხრათ, ცოტა ხა ისეთი სიტუაცია მეუხერხულება ხა ჩემ თავზე საუბარი, როდესაც ამდენი ადამიანი არის ნაცემი და აგერ ჩვენ რო საუბრობთ გაზდა სტენსილის გაკეთების გამო დააპატიმრეს სრული სიგიჟე არის. ამიტომ ერთის მხრივ ბუნებრივია უნდა ველოდოთ ჩვენ სიგიჟეს და ის რაც მე და დანარჩენ ჩვენ 8 ადამიანს გადაგვდა დამატებით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ იმ ღამეს 32 ადამიანი დააკავეს და არნახულად გაუსწორდნენ ადამიანებს. მე ეხლა ვნახე დღეს აი ეს კადრი როცა ხარება ეს რაღაც არა ადამიანი დაკავებულ ახალგაზრდას წიხს ურტყავს. მე წარმოუდგენელი რაღაცა არის. ხა ეს რაღაცა უკვე ყველა ზღვას ცდება მათი სტანდარტითაც კი. ამიტომ მათგან ყველაფერს უნდა ველოდოთ. ეს სისხლის სამართლის საქმე ხა ერთის მხრივ მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ ნუ მაშინ თუ თავიდანვე შეეძლოთ ადმინისტრაციული დრაზე გვაკავებდნენ, ხო? თავიდანვე შეეძლოთ. მეორეს მხრივ
ისიც აუხსნელია ბოლოში გირაოზე რატო გადათამაშდა. მესამე ხა იმ მოსამართლეს როცა ამდენი ხნის მანძილზე საქალაქო სასამართლოში ვხედავთ მოსამართლის წინასწარ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს, არც კი ისმენს პროცესის მიმდინარეობისას, არც მტკიცებულებებს ადევნებს თვალს, არც შუამდგომლობებს განიხილავს, პირდაპირ გადაწყვეტილებებს აცხადებს. გუშინაც ასეთი მოლოდინი იყო. მეორე ხა აი ბოლო მართლა ნახმრობით ვიტყვი ხა ბოლოში რო გამოაცხადა ყველაზე მეტად ამ პოლიციელები რომლებიც ჩვენ გვახდა ხო აი ხა 8 დაკავებული ვიყავით გადაამრავლეთ 4-ზე და რამდენიმე მეტად რაღაც 35-მდე პოლიციელი აი მოწდა თავის ძირითად საქმეს და მის ძირითად საქმე არის კრიმინალთან ბრძოლა ხო ყველა იყო თან ეხა უნიღბოთ იყო ეს პოლიციელები ჩვენ ბუნებრივია ეხლა 4-5 საათი ადამიანებთან რო ატარებ ვისაუბრეთ ბევრ თემაზე ვისაუბრეთ წარსულზე, ვისაუბრეთ ხევანდელობაზე, მომავალზე, რაღაცა სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ისა, ხა და აი ამის მერე ხო მართლა რა უსიზღრძარო და საზიზღრობაა ეს რეჟიმი, რომელიც და ეს ადამიანები ჩვეულებრივ ვსაუბრობ და ხვალ შეიძლება ნიღბით ეს პოლიციელი ან სხვა რომელიმე ხა კონკრეტულ ზავლაპარაკობ თლიანად გამოჩნდეს და იგივე გააკეთოს, რასაც ვუყურებთ, ხო? ეს იმათვისაც ტრაგედია, იმიტომ რომ ამ ადამიანების ხელი ამაზე არ მოუწერია. ესა ბევრი ადამიანი უბრალოდ სისტემაში არის და სისტემიდან ვეღარ ამოდის, ზოგი პირადი ერთგულების გამო, ზოგი იმის გამო, რომ რაღაცა კრედიტები აქვს, ზოგი აბა სხვა რა ვქნა, მთელი ცხოვრება აქ ვმუშაობ, რო წავიდე რა გავაკეთო და ასე შემდეგ. ანუ სისტემა ესეთია, შეწოვილი ყავს ეს ადამიანი, ბევრი ადამიანი პრაქტიკულად მართლა ძევალია იქ, ხა. მთელი აი ხა ყველა ადამიანი ხო ცხოვრება და გამოცდილება აი ხა ეს დღეები ჩემთვის გარკვეულწილად გამოცდილება იყო, იმიტომ რომ ნახე რა ხდება ფარდის იქით ამ მხარეს. ანუ იმ ადამიანებს, რომელსაც დღეს ჩვენ მხოლოდ ნიღბებით ვხედავთ, სისტემა ხო რაღაც მასავით ნიღბით არის და რეალური სახე ვითომ იმალება ამ ადამიანებს, მაგრამ ამას ნიღბის გარეშე როცა ხედავ, ჩანს იქიდან და იქიდან დანახული მე მინდა გითხრათ, რომ რაც უფრო მეტს ძალადობს ეს სისტემა, მით უფრო მეტად იცლება ძალისგან. ეს აქსიომაა და მე დღეს აი ეს დღეები ამით დავწმუნდი, როდესაც მქონდა ამ ადამიანებთან ურთიერთობა და კიდე უფრო მეტად საძულველი გახდა ჩემთვის ეს ივანიშვილის ხუნტა, იმიტომ რომ ამ ადამიანებს აიძულებს, აი ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ჩვეულებრივად ურთიერთობთ ერთმანეთში და არაფერი გასაყოფიც არ აქვს, ხო? ადამიანები იძულებული არიან გაიკეთონ ნიღაბი და ეცნენ და ესეთი საშინელებები მოაწყონ საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ამიტომ არის ეს სრულიად აუხსნელი, სრულიად გიჟური შლეგი, იმიტომ რომ ერთი არის ის, რომ ეს ჩვეულებრივად პრორუსული კი არა, უკვე რუსული ხუნტა, მაგრამ ამას ემატება ის სიგიჟე და ის ფსიქოპატია, რომელიც უკვე საკუთრივ ივანიშვილის დანამატია აი ამ ყველაფერზე და იმიტომ არის ეს ყველაფერი სადისტური, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც ახლო ურთიერთობაში და ეხლა მე მომიწია ახლა 4 საათი ერთად ვიყავით, ახლო ურთიერთობაში შედიხარ, გროტესკულია, იმიტომ რომ კი ძალიან სასტიკია ეს ყველაფერი როგორ ჩანს და ადამიანები, აი დათრგუნულები იყვნენ, მაგრამ ყველას ძალიან მედგრად ეჭირა თავი მე მომდიოდა სხვადასხვა ამბუდსმენის წარმომადგენელი იყო შემოსული, სხვაებთან იყო შესული ნაწილი ჩვენთან. ერთი და იგივეს მეუბნებოდა ყველა, რომ ვერ წარმოიდგენო როგორი მედგარი, როგორი მტკიცე არისო. სადაც ჩემთვის სასამართლოზე ცოტა სევდიანი სიურპრიზი ის იყო, რომ ნოცა გვარების და ასაკის გამოცხადება და დაბადების თარიღის გამოცხადებაზე მიდგა საქმე, მე აღმოჩნდი ყველაზე ასაკოვანი. ეს ცოტა სევდიანი იყო ჩემთვის, მაგრამ მეორე სტუდენტი, რომელიც მეორე დღეს უნდა წასულიყო უნივერსიტეტში ლექციაზე. იქ იყო ერთი ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც გამოცხადდა ქონდა ჩასაბარება ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობს, ბიოლოგი, ძალიან გოგოლაძე თვალწები გვარად და აი სამ ხნეთ იყო მე ომბუდსმენის წარმომადგენელი შემოვიდა აი აქ არის ეს დიღმის კაპეზეშიო და გამოცდაზე წუხსო ერთადერთი რომ მოსამზადებელი ვარო. აი ესეთი ხალხია და მე ხარ ჩემ ასაკს იმიტომ კი არ გავუსვი რომ მაინდა-მაინც ძალიან მოხუცი მგონია თავი არა ჯერჯერობით, მაგრამ იმიტომ გავუსვი რომ ეს არის მომავლის ბრძოლა
წარსულის აჩრდილებთან. ივანიშვილი არის წარსულის აჩრდილი, გადმონაშთი, რუდიმენტი და ეს ხალხი ამ ერის საუკეთესო ნაწილი. და მე მართლა ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ სრულიად აი ამ ადამიანების გვერდზე არც არანაირად გამორჩეული მე რა რომ თანამდებობაზე ვიყავი ადრე ზოგი ყველანაირი ადამიანი ეგ პოლიტიკური გემოვნებითაც სხვადასხვანაირი ყველანაირი გემოვნება რომ სხვადასხვანაირი აქვს მაგრამ ყველას ერთი შეგნებით აქვს რომ არც ერთი ნაბიჯი უკან დახევის არ შეიძლება რომ ეს არის აი დიმიტრი საუბრობდა დიმიტრის ძალიან მხნეთ იყო ბიძინაშვილი ბოლოში რუსთავის ციხეში აღმოჩნდით ორივენი ერთად ეს საუბრობდა რომ ეს ყველაფერი ეცდება იმიტომ რომ დაგვაშინონ რომ ერთს დაიჭერდა 100 შეშინდება მაგრამ სინამდვილე არის ის რომ ერთს რო დაიჭერ 100 გამოვა აი ეს არის იმასაც ხედავთ რომ აი ამ დაშინების და შიშის დათესვის მცდელობის პარალელურად აი ამ რეპრესიებს არალეგიტიმური ხელისუფლება სხვადასხვა კანონებით უკვე რაღაცნაირად აი რეპრესიებს კანონის სახელით აწარმოებს უკვე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ვიდრე თქვენ იყავით წინასწარი მოთავსების იზოლატორში და შემდეგ რუსთავის ციხეში არაერთი ახალი კანონპროექტის შესახებ გააკეთეს განცხადება არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის რომელიც შეეხება დამოუკიდებელი მედიის ობიექტურობის დადგენას, შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომ თურმე უნდა გააფრთხილო 5 დღით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ კი აპირებს სპონტანურ მანიფესტაციას და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი არის თუ არა იმის დასტური, რომ ამ ქვეყანაში ფაქტობრივად დიქტატურა უკვე არსებობს და ახლა გამყარებისთვის იბრძვის ეს რეჟიმი ჩვენ ვიბრძვით იმისთვის რომ არ გამყარდეს. უკვე ავტოკრატიიდან დიქტატურისკენ ასე ვთქვათ ამაყად მიაბიჯებს ერთადერთი რაც აყოვნებს ესე ვთქვათ დიქტატურის გაფორმებას ხარ თქვენ ანუ თავისუფალი მედია და სამოქალაქო საზოგადოება რასაც გააფთრებული ებრძვის ივანიშვილის რუსული რეჟიმი. აღარ იქნებიან ტელევიზიები, შემდეგ სრულიად მარგინალიზირდება ბუნებრივად პარტიებიც, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რა ვიცი, შკუტი გადაუჭირეს და მთლიანად ესე ვთქვათ, სისხლისგან ცლიან, ეს არის მათი ტაქტიკა, ეს ყველაფერი გასაგებია. ესეც ისე ვიმეორებ, არის გზა, რომელიც არსაიდან მიიყვანს, ეს კანონები, რაც არის ზამბარასავით, რაც ზამბარის თვისება, რაც გაწელავ, შეიძლება უსასრულობამდე გაწელო, მაგრამ როგორც კი ხელი გაგეშვება, ის იგივე საწყის მდგომარეობაში ბრუნდება და ცხვირში მოხვდება, ვინც ამას წელავს. ამ შემთხვევაში ივანიშვილს და მის რეჟიმს. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს მოძრაობა მთავარი ეს აღარ არის არც პარტიული მოძრაობა, ეს არის რეალურად მოძრაობა ხალხის, რომელიც რაც უფრო დააშინებ, მით უფრო გაბრაზდება და მით უფრო გამოვა. და ასაკს მე იმიტომ გავუსვი ხაზი, ძალიან ნიშანდობლივი რაღაცა არის, იმიტომ რომ მომავალი იბრძვის საკუთარი მომავლისთვის. ეს ადამიანები შექმნიან მომავალს. ხვალინდელი დღე იმ თაობის არის, რომელიც გუშინ წინ და განსაცდელისაც და განსაჯელის სკამზე უზის რეჟიმს. ამიტომ არ აქვს ამას პერსპექტივა. ყოველი დღე შეიძლება იყოს მძიმე. ყოველი დღე დამატებით ადამიანი დაიჭირონ, ცემონ. მზია ამაღლობელის საკითხი უკვე გაცდა თავისუფლების საკითხს, ეს არის უკვე სიკვდილის სიცოცხლის საკითხი და იქცა აი მთელი ამ მოძრაობის სინდის საქმედ და აქაც ჩვენ ხედავთ აბსოლუტურად უსისხლძარღვო დამოკიდებულებას რეჟიმის მხრიდან. მე მართლა ბედნიერი ვქნებოდი, რომ სულ ვერ ხსნით ხომ რატომ შეცვალეს გირაუთი ეს ამ ჩვენი ადამიანის მიმართისა. მაგრამ ჩვენ დავეტოვებინეთ და ეს ადამიანი გამოშვათ, იმიტომ რომ სიკვდილის სიცოცხლის ზღვარზე გადის და ზოგადად ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მაინც 1 ოქტავით ქვევით გვაქვს დაყენებული მოთხოვნა. ჩვენი მოთხოვნა დღეს არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების განთავისუფლება.
რაც აბსოლუტურად ლეგიტიმურია, ბუნებრივია, ასეთ დროს უნდა ჩატარდეს არჩევნები, თუ გვინდა რომ სამართლებრივი სწორი გამოსავალი იპოვოს ქვეყანამ, მაგრამ ვისთხოვთ არჩევნების ჩატარებას, ხო? ანუ ჩვენ როდესაც ვითხოვთ ახალ არჩევნებს, გულისხმობთ იმას, რომ ივანიშვილს ვეუბნებით, რომ შენც მიიღე, ქართულ ოცნებასაც ვეუბნებით, რომ შენც მიიღე ამ არჩევნებში მონაწილეობას და ეს საუკეთესო შემთხვევაში თვალთმაქცობაა და ან ჩვენ ვიბრმავებთ თვალს და ან გულუბრყვილობაა, იმიტომ რომ ვერცერთ შემთხვევაში ვერანაირი ივანიშვილი თავისუფალ სიტუაციაში ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, იმიტომ რომ ისინი არ იარსებებენ პოლიტიკურად. ბატონო. შეუძლებელია ეს რეჟიმი არსებობდეს და შერბილდეს, შემცირდეს და მეორე უცბად არჩევნების გზით კოალიციაში გადაიზარდოს. ეს არის დიქტატურა. დიქტატურა ან არის და ყოველდღიურად ის მძაფრი, საზღარი ხდება და აუტანელი ხდება, ან ის იმსხრევა მარტივ მამრავლებად. ეს არის დიქტატურის ბუნება. ამიტომ ჩვენი მოთხოვნა ბუნებრივად, აი მათ შორის აი ამ განგრძობადი უბედურებების შემდეგ, რაც ადამიანებს, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს კიდე ქონდათ ილუზია, რომ კაი იველურეს, მაგრამ გაჩერდნენ დეკემბერში, ნოემბერში იველურეს, მაგრამ გაჩერდნენ. ნახეთ, რომ არანაირი არ გაჩერდნენ, ეს ველურობა გაადგეცდა და 30-ზე მეტი ადამიანის სრულიად გაუგონარი მეთოდით იყო ნაცემი. ამ შემთხვევაში დაპატიმრებებსაც აღარ ვამბობ, ნაცემი, ხო? ხედავთ კანონებს, რომელიც აი სუნთქვის საშუალებასაც აღარ აძლევს ადამიანებს. ახლა ბოლოში ჩაფხუტის დაფარების უფლებას წაართმევენ, ესე იყო იანუკოვიჩის დროსაც და რო წაართვა აი ზუსტად ეს კანონები მიიღო, მაშინ ადამიანებმა ადგენენ და ქვაბები დაიხურეს თავზე მიტინგებზე იმისათვის, რომ თავი დაეცვათ. ადამიანი ეგეთი არსება არ არსებობს, ის თუ და საზოგადოება თუ აი ესე წყალივით მიდის, რა ხრელსაც იპოვის, იქ გაძრება და თავის გზას გაიკვალავს. ამიტომ ძიმე ამბავი არის ის, რომ ჩვენ მოგვიწევს კიდევ ძიმე ბრძოლა და ეს შეიძლება ჩვენს თავისუფლებაზე, ჩვენს ჯანმრთელობაზე გაიაროს, ღმერთმა დაიფაროს სიცოცხლეზე, მაგრამ შეუძლებელია ამ რეჟიმმა გაძლოს, ეს რეჟიმი დაემხობა. გამურიცხულია, როდესაც აღარც მხოლოდ ფიზიკურ ძალას ეფუძნები. ისიც ეფუძნება მხოლოდ აი ამ ნიღბიან გედედეს. მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროსაც არა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან მალე გაწყდება. და აღარც საერთაშორისო ლეგიტიმაცია, აღარც სამართლებრივი ლეგიტიმაცია, აღარც პოლიტიკური, არც ფიზიკური, არც მეტაფიზიკური, არც მორალური, აღარანაირი დგას უბრალოდ აი ამ ნიღაბ ჩამოფარებულ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობენ და დღეს პრაქტიკულად შეიძლება თქვა პოლიტიკური მათი ისტებლიშმენტიც, აი ეს დეპუტატები და ისინი არიან იმის ხარებას ფჩხილის ფასად ღირან ივანიშვილისთვის, იმიტომ რომ იმ ხარებას აი ამ ხალხზე დგას, აი ამ მარბიელ რაზმზე დგას დღეს ეს რეჟიმი და ეს შეუძლებელია დიდი ხანი გაჩერდეს, ისე ვიმეორებ. მოძალადე ყველაზე მეტად იფიტება და მოძალადე ყველაზე მეტად და სწრაფად იცლება ძალისაგან. დიდი მადლობა ბატონო გიგი, ჩვენი გადაცემის სტუმარი რომ იყავით. გიგი უგულავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში, ცოტა ხნის წინ დატოვა მან რუსთავის პენიტენციური დაწესებულება, მას შემდეგ რაც საპატიმრო გირაო პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა მოსამართლემ გუშინ საქალაქო სასამართლოში, თუმცა ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება და არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. შესაბამისად ეს არის ერთგვარი შანტაჟის ბერკეტი, ეს მიმდინარე გამოძიება და პროცესი ამ პირების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ ახლა სტუდიაში, სადაც შემოგვიერთდება თაზო დათუნაშვილი, კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი. მოგესალმებით თაზო და დავიწყოთ მოდით იმ გამოცხადებულ რეპრესიების ქრონიკაზე საუბრით, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ თვალს და აი ორი სტუმარი ვყავდა გადაცემის, რომლებმაც გუშინ სასამართლო პროცესის შემდეგ დღეს დატოვეს საპატიმრო, ოღონდ არა იმიტომ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, ეს ადამიანები საერთოდ უდანაშაულოები იყვნენ და მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობდა. დაიტოვა ბერკეტი ისევ манипуляციის ივანიშვილის სასამართლომ. მოდით ამაზე გითხარით, თქვენი აზრი როგორია, ეს რეპრესიები აშინებს თუ არა საზოგადოებას, რასაც ასეთ ცდილობს ქართული ოცნების რეჟიმი და შედეგი რა არის მართველი, ეგრეთ წოდებული მართველი გუნდისთვის.
მოგესალმებით ნინუცა, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ცოტა უხერხულად რომ ჩემი ორივე წინა მორბედი ახლა საპრობლემოდან გამოვიდა და მე მძარო არ შეგნით ჯერჯერ ეს ხუმრობით თქმა უნდა მიხარ არაფერს არ ნიშნავს ხოც მიხარია რომ აფხედო გარეთ და მხნეთ იმიტომ რომ ხო იმ ლოგიკიდან გამომდინარე მოვლენების რომელიც განვითარდა ნამდვილად არ ველოდი რომ რეჟიმი აქ უკან დაიხევდა მაგრამ ესეც მოსალოდნელია შეხედეთ ის რაცაც ახლა ივანიშვილი აკეთებს და ის რაც საქართველოში ხდება შესაძლოა რომ საქართველოში პირველად არ ხდება და მეორე ამის ძალიან ბევრი პრეცედენტი არსებობს მთელ სამყაროში, როდესაც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ხელს იღებს ყველანაირ მორალზე და პოლიტიკურ წესრიგზე ხელისუფლება და ის უბრალოდ ამყარებს ავტოკრატიულ, მძიმე ავტოკრატიულ რეჟიმს. აი ტერმინებშიც ახლა დიდი თქვა რომ დიქტატურისკენ მიდის, კი, დიქტატურისკენ მიდის, აი ბოლოს კანონებს თუ შევხედავთ, სადაც ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლება არის აღებული გუშინდელი კანონების ნაკადზე და ყველა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებაზე არის დარტყმა მიყენებული. ეგ არის, ხო, ეგ არის ნიშნები დიქტატურის დამყარების. ერთ-ერთი მიზანი აქვს, ხო ამის სინამდვილეში ხო არავის არ შეჯერა, რომ კალაძე რო იტყვის, რა ვიცი, მის მოკლე ჭკუით რო გადაწყვეტს, რომ რაღაცა ადგილი მაგისტრალია, მე რო იტყვის, რომ აქ აქცია არ შეგატარებინო, თუ იქ აქციას ვინმე არ ჩაატარებს. ან ვინმეს გონია რომ ნიშნულოვანი იყო ის ქრონოლოგია, რაც გააკეთეს. ხო სამოქალაქო აქტივისტებმა, მოქალაქეებმა დაანონსეს აქცია კონკრეტულ ადგილას. და უცებ მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა, რომელმაც ეს ტერიტორია აქცია სტრატეგიული განიშნულების ობიექტად. აი მაგალითად რომ თეატრთან დაანონსდეს რაღაც საპროტესტო აქცია, შესაძლოა თეატრიც გამოაცხადონ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტად. ეს არის დიქტატურის მთავარი ხასიათებელი ნიშანი. აი შიშველი ლუძალაუფლების გამოვლინება. რა ვიცი, მახსენდება ყველა მიცის დღევანდელ საუბრში ჰარი პოტერის მეოთხე თავი არის. მე მგონი დოლორის ამბრიჯი რო სკოლის დირექტორი ხდება და ყველა ქმედებაზე რომ შესაბამის რაღაცა დადგენილებას აკეთებს. აი მაგ ვითარებაში ვართ და მაგის პრობლემა რა არის? ერთის დრაკონული კანონების პრობლემა არის, ისინი ან ძალიან მაღალი რისკია რომ არ შესრულდეს, ხო? ფაქტის სახეზე არ სრულდება. არავის არ აინტერესებს, აგერ მარიამ სიჭინავა არის თუ არ ვშტები ზუგდიდში აქტივისტი, რომელიც ამას აჩვენ დემონსტრაციას უკეთებს ყოველდღე. ცირკის მუსიკას ურთავს, ამასკას დაიკეთებს და მართლა საციკო წარმოდგენას გავს და ამით ვითურდება, გაბითურებული ხელისუფლება, მაგრამ არ შეიძლება მთლიანი ნიველირება ამის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა საზოგადოებას ეს აშინებს. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება ველურად, აი ეს როგორც აკეთებენ ადამიანის პირუტყუად ცემა იქ, იმის თქმა რომ ყოველას ციხეში გაგიშვებთ ეს სისხლის სამართლის დანაშაული აქ მოსვლა, რა თქმა უნდა აშინებს ხალხს. არა ისე როგორც ეს ხელისუფლებას უნდა, როდესაც ეხა ეგეთ რაღაცას გააკეთებ, რაც გააკეთეს და იქ 100000 კაცი მოვა, ესე იგი ეგ არ მუშაობს. ოღონდ ამის სრულად ნიველირება არ შეიძლება, იმიტომ რომ არიან ბევრი ადამიანები, ჯერჯერობით არიან ადამიანები, ვინც ამ პროტესტში ვერ ერთვებოდნენ ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის იმ ფაქტორის გამო, რომ ეს არის უკიდურესად გაჭირვებული ქვეყანა, რომელიც ყოველდღიურად, აი მართლა ზედმეტი რიტორიკული შელამაზების გარსა, ყოველდღიურად ეხა მიდის ეკონომიკური უბსკურლისკენ, ამიტომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ეხა თქვენ და მე გვიყურებთ ტელევიზორში და საერთოდ ვერ ხვდება, რომ დემოკრატიაზე ველაპარაკებით, რაღაცა ფასეულობებზე, ადამიანის უფლებებზე ველაპარაკებით, როცა მან იცის, რომ ხვალ რა ჭამოს, აი ეგ მაღაზია აქვს თელი დღე დასახარჯი, რომ ხვალ დილი თავის შვილებისთვის და თავისთვის კონდეს საჭმელი, ამიტომ ამაზე ვერ ფიქრობს. ყველაფრის, რასაც ამ თვეების მანძილზე და უბრალოდ წლების მანძილზე, მაგრამ ძალიან შესაძლოა თვეების მანძილზე ხედავთ. ეს ქონდათ, ხო, აი მაგაზე მინდოდა. აი გვეუბნებოდნენ, რომ ამძიმებთ ვითარებას კრიტიკული მედიები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და საერთოდ არ არის ასეთი მძიმე პირიქით ეკონომიკა ვითარდება და გვახსოვს კობახიძის ცოტა ხნის წინანდელი ბრიფინგი, კი არა და მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება, რომ ეკონომიკური ზრდაა ქვეყანაში. სინამდვილეში აი მოცემულობა ამ მოკლე დროში, ამ ყველაფრის ფონზე რა გვაქვს? ძალიან მარტივია, აი ჩემ ბრიფინგიც ამაზე იყო და მთავარი არცი რაში იყო. გამოქვეყნდა იანვრის მონაცემები სტატისტიკური, ან განცხადების აკრეფის და ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების. იქ დაინახეთ ძალიან საშიში ტენდენცია გამოჩნდა. ის რომ იქაც დღესაც დაფიქსირებულია, რომ ზრდა გვაქვს, ნომინალურად 24 წლის მანძილზე ჯამშადაც 9% ნახევარი იყო ამ ფარგლებში. ეხლა ვამბობთ, რომ ზრდა გვაქვს ეკონომიკური, ანუ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ამის პარალელურად პირველ თვეში 2025 წლის გამოჩნდა, რომ წინა წლის იგივე პერიოდთან დეგეგის აკრეფვაში გვაქვს 1%-იანი კლება. რაც არის ნონსენსი. შეუძლებელია თუ ეკონომიკა იზრდება მდგრადად და სწორად, ეს ეკონომიკა რა თქმა უნდა აისახება კერძო სექტორზე და ეკონომიკურ აქტივობაზე, ხო? დეგეგი არის სამშობლოში ეკონომიკური აქტივობის გადასახადი. დეგეგი გაზღვევს იმას, რომ ტრანზაქციებს ჩვენ შორის, ხო? ამას ბეგრავს. თუ ეს ტრანზაქციები არ არსებობს, შესაძლოა ნაკლები ფული იკრიბება. სიამოვნებაში მივიდივართ სად?
სცადრო. ნაკალები ფული იკრიბება გადასახადებით მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ის ეკონომიკური აქტივობა დღეს რომელიც არის უკვე არაჯანსაღია, ანუ ის ეკონომიკური აქტივობა არის განსაზღვრული იმაზე, რომ ვიღაცას რაღაც აქტივები შემოაქვს, მათ შორის ივანიშვილს გააქვს და ამაზე არის დაფუძნებული და ეს ფული საწყობდება, ანუ ეს ფული ინახება და ეკონომიკაზე არ აქვს გავლენა. შესაბამისად მოხმარება მცირდება და მოხმარება მცირდება და გესაკრეფის პრობლემა დგება, რომ ნაკალები გამოდის ვიდრე წინა წელი იყო. შესაბამისად ეს ეკონომიკური განვითარება არ არსებობს და მთავარი რაც მოხდა რუსეთის ფაქტორი. ერთ-ერთ რაზეც იდგნენ ეს იყო ბევრი ქეშის შემოდინება რუსეთიდან. ბევრი ქეში, თეთრი, შავი, მაგრამ ეხლა ჩვენ შეგვიძლია გავანალიზოთ თეთრად რაც შემოდიოდა ამ ქვეყანაში და აქაც გვაქვს 65%-იანი კლება 2024 წლის იგივე მონაცემთან დადარებაში. შეხედეთ მილიარდ ნახევარი დოლარი შემოვიდა 2023 წელს საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილი სახით. 2022 წელს, ანუ უკრაინის ომი რო დაიწყო ერთ წლიდან 2 მილიარდი დოლარი შემოვიდა. 2024 წელს იგივე არხებიდან შემოვიდა 552 მილიონი დოლარი. 65%-იანი კლება წინა წელთან შედარებით. ანუ ის ეფექტი რაც ჰქონდა რუსეთის აი ამ სანქციების გვერდის ავლის რაღაცა უკანა ეზოს როლის თამაშს, ეს ეფექტიც მილევად რეჟიმში არის. ეს აისახება იმით, რომ რუსეთის შეხედეთ შავი ბაზარი არის ძალიან ესეთი უცნაური რამ, ყოველთვის თავისით ვითარდება და პოულობს გზეს. იმ რუსულმა შავმა ბაზარმა და ბევრი სხვა ქვეყანა არის ოცნების და ოცნებასთან ერთად ჩართული ამ პროცესში იპოვა სხვა წყაროები. ეს სხვა წყაროები მათ შორის ჩვენ ეკონომიკურ გაცვლებაში ჩარს, მაგრამ ყირგიზეთი არის გახდა საქართველოს მთავარი საუჯო პარტნიორი ერთ-ერთი და ყირგიზეთში გაგვაქვს პროდუქცია, რომელსაც ჩვენ არ ვაწარმოებთ, ავტომობილები გაგვაქვს, რომელიც ყირგიზეთში არ ჩადის თან. ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაცა რამდენი მილიარდის ვაჭრობა გქონდა და ყირგიზეთი ამბობს, რომ რამდენიმე მილიონის ვაჭრობა გქონდა. ანუ ის destination-ამდე არ ჩადის ის ტვირთი, რომელიც ჩვეულებრივი რუსეთის გვერდის ავლის გზა იყო და ნუ საქართველოში ალბათ ეხლა საქართველოს გარდა ბევრი სხვა უფრო იაფი გზა იპოვეს, რომელთაც ამ სანქციების გვერდის ავლა ხდება, როდესაც ომი ეხა თავის რაღაც ფორმებს იღებს, როდესაც ის გაჯდება რაღაცას ქსოვილში სახელმწიფოსი, შემდეგ მარტივია იპოვოს ამ სახელმწიფომ გზები, როგორ არიდოს თავი ამ სანქციებს და არიდებს ამ სანქციებს და საქართველოს გარეშე. უკვე შესაბამისად ეს ეფექტიც მილევადია და აი დაიწყო თუ არა ამ ეფექტის მილევა, მაშინვე გამოჩნდა, რომ განსახადო საკრეფის პრობლემა დადგა, ეკონომიკური აქტივობის პრობლემა დადგა. საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველი არის ევროპის მასშტაბით ყველაზე ცუდი ცენტრალური ბანკის მმართველად შეფასებული. რამე ის კი არ არის რიტორიკა, კი არ არის დაწერა ამ Global Finance-მა დაწერა, რომ ევროპაში ყველაზე ბოდიში და ბანძი ეს ქალი არის, ამაზე ცუდი არ არსებობსო. რატო? იმიტომ რომ ეკონომიკური ეროვნული ბანკის თავისუფლება მოკლა. რატო? იმიტომ რომ ივანიშვილის ხაზინა გახდა პირადი სეიფად აქცია, ეროვნული ხაზინა აქცია პირად სეიფად, ანუ იქ ინახავს ივანიშვილი თავის ოქროს და ფულს. აი ეს არის უბედურება, რაშიც ქვეყანა არის. ეს არის სინამდვილეში, რომ სტრუქტურული მართვა ვეღარ მიდის ქვეყნისა. ისინი ხო თავის ტელევიზიებით ცდილობენ, რომ საზოგადოებას ანახონ, რომ ყველაფერი კარგად არის და business as usual მიდიან, მაგრამ business as usual სახელმწიფოსთვის არის თავარი ერთ-ერთი ამოცანა განსახად საკრეფა და როდესაც განსახადს ვეღარ კრიფო და ამაზე მეუბნები რომ კაი ამბავი ხდება და ვიღაცა 6 მილიარდს ჩაასხავს ქვეყანაში რომელიც გადასახადს ვეღარ კრიფავს სრულფასოვნად რა ვიცი ვისაც ამის ჯერა ვუსურვებ რა ვიცი ცხოვრებაში ბევრ წარმატებას აი ამ სტატისტიკის გარდა რომელზეც თქვენ საუბრობთ თვალსაჩინო რაც არის ჩვენთვის მაგალითად ისეთი მოქალაქეებისთვის ვინც აი ამ ეკონომიკური მიმართულებით სიღრმისეულ და სტატისტიკურ კვლევებს არ აკეთებს ხო თუნდაც ის რომ ქვეყანაში აღარ ყავს ტურისტი. თუნდაც ის რომ როცა ვხედავთ რომ სანქცირებულია რეჟიმი, იქ ვერ განხორციელდება ინვესტიციები და ამის სტატისტიკაც არსებობს რომ უძრავი ქონება აღარ იყიდება. სასტუმროებში რესტორნებში ვარდნა არის 70-დან 80%-ამდე მოხმარების და დარჩენის. თბილისის აბსოლუტურად ყველა სასტუმრო ცარიელი არის. ანუ პირველი სექტორები არის ხომ, როდესაც დიდი ეკონომიკური რეცესია, ანუ უკუსლა იწყება, პირველი სექტორები რომელიც ამას გრძნობენ არის უძრავი ქონების სექტორი და ჰოსპიტალითან ჰორეკა სექტორი, სარესტორნო და ტურისტული ბიზნესი. ორივეგან გვაქვს აბსოლუტური ვარდნა, აბსოლუტური ვარდნა. ანუ შესაბამისად ეხა ეს 2025 წლის მეორე კვარტლიდან, ანუ აი მარტის ბოლოდან აისახება აბსოლუტურად ყველაფერზე, მათ შორის დაწყებული ინფლაციის ნიშნულიდან, ფასების ზრდიდან, დამთავრებული იმით, რომ ბანკებს შეექმნებათ პრობლემა ლიკვიდურობის, იმიტომ რომ პორტფელები გაფუჭდება. ბანკებს დღეს უკვე ეს პროგნოზი აქვს, რომ მარტო პორტფელი გაფუჭდება აუცილებლად 2024 წლის მანძილზე. ამიტომ აი ეს იმისთვის კი არ ვლაპარაკობთ, რომ რაღაცა აღწეროთ კატასტროფული სიტუაცია ყველაფრიდან გამოსავალი არსებობს, მაგრამ ყოველდღიურად უნდა ესმოდეს ჩვენ მოქალაქეებს, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო ძნელ გამოსასწორებელ რაღაცებს აკეთებს ქართული ოცნება და ახალი არჩევნები, ხელისუფლების ცვლილება
შვიდობიანი კონსტიტუციური გზით არის იმის გარანტიაც, რომ ეკონომიკა ისე არ ჩამოიშალოს და ეკონომიკამ ისეთი დარტყმა არ მიიღოს, რომ ამ ქვეყნის შემდეგ თავიდან აშენება მოგვიწიოს. ამიტომ ახალი არჩევნები. ვფიქრობთ, რომ ამაზე ყველაზე ბევრს და ყველაზე აქტიურად უნდა ლაპარაკობდეს ის მსხვილი ბიზნესი და ზუსტად ის მსხვილი ბიზნესი, რომელიც რაღაცა ნაირად მოიაზრებიან ქართული ოცნების არ ვიცი, ახლობლებად, მეგობრებად, მხარდამჭერებად, ხელშემწყობებად, მოდი ესე ვთქვათ, ბევრი სხვა ფორმით, მაგრამ ხელშემწყობები, ვიღაცა ის რუხაძე ტელევიზიას აცოცხლებს, წამგებიანს, იმიტომ რომ ემსახურება რეჟიმს. რა ვიცი მე, ვიღაცა ნოშიკო ქეშს აძლევს, ვიღაცა სხვა მასიური დამსაქმებელია ქართული ოცნების აქტივისტვის და ასე შემდეგ. ამ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, ძალიან კარგად ესმით, სადაც არიან. ამ ადამიანებს ესმით რა დღეშიც არიან. ამ ადამიანებს ეხლა რაღაცა ისენი აქვთ, რა ქვია, უკან დასახევ გზებს ვეღარ ხედავენ თავისთვის და უკან დასახევ გზები ყოველთვის არსებობს. ეხა მათთვის ყველაზე მარტივი უკან დასახევ გზაა, რომ მოწყდნენ ივანიშვილის ოცნების მანუგეშებელ როლში და ხედავთ ხოლმე. შეხედეთ რა გამოჩნდა, ნინცა აქ მე მგონი ყველაზე კარგად ჩანს მათი პრობლემას და ზოგადად ის პრობლემა, რაც ივანიშვილმა თავი გახვია. ქრონოლოგიას მარტივად ძალიან მოკლედ რომ შევხედოთ, წინა ანუ გაზაფხულის მოვლენების დროს ამ კაცმა დაანონსა, რომ მაცადეთო ეხა და მე მივხედავ ამ სიტუაციას, რომ ეს იყო ანონსი იმისა, რომ ის რაღაცა კრიზისი გამოიწვევდა. ეს კრიზისი გამოიწვია მოწმენდილ ცაზე ნოემბრის ბოლოს, ხო? ეს კრიზისი გამოიწვია, ანუ ეს ყველაფერი მისი დაწყებულია, ესე აღიქვამენ ის ხალხიც, ვინც მისი მხარდამჭერია, ხო? ჩვენ ხო არა ვიქვათ ქართული ოცნების მხარდამჭერები, ანუ ივანიშვილმა მოწმენდილ ცაზე ეს კრიზისი დაიწყო. ოღონდ იმ ხალხს ჩვენგან განსხვავებით ჯერა, რომ ივანიშვილი არის რაღაცა არნახული ცოდნის ადამიანი და ეხა ეს გააკეთა იმისთვის, რომ ეს კონსპირაციის თეორიები ცხოვრობენ ის განო, ის რაღაცამდე მივოდა. ეხა რას ხედავენ? იცი ივანიშვილი რატოა პანიკაში, რატო აკეთებს ამ ყველაფერს აი ესეთი ტემპით, რომ საათში ერთ კანონს წერს დრაკონულს. იმიტომ რომ თავის ხალხში გაჩნდა ეჭვი, რომ ამან ეს კრიზისი ისე დაიწყო, რომ საერთოდ არ იცოდა როგორ დაემთავრებინა და ეხა ვერ ამთავრებს, აქედან ვერ გამოვა, თავის თავს გადაირჩენს, ეს ბიზნესმენი ხო ხვდებიან, რომ აი ეხა აქედან ეს უკვე ისეთი კრიზისია, რომელსაც ვერ გამოდის, ეს კაცი ატყობენ, თავის თავს გადაირჩენს და ამათ აი პირველ წიხლს ამათ მიცემს. სახელმწიფოს დააზიანებს, ოღონდ სახელმწიფოს დააზიანებს და პირველ წიხლს აი ამ პლასტს მიცემს. აი ამ ხალხს, ოლიგარქატს. ამიტომ ეს ხალხს ეს ესმის. უბრალოდ ამ ხალხმა ეხლა ნაბიჯები უნდა გადადგან სწორი მიმართულებით და უბრალოდ გაიმიჯნონ მას. იმას კი არა, რომ ინდულგენციაა, მაგრამ მინიმუმ ის არის, რომ არ ჩაყვებიან სამარეში, იმიტომ რომ ის ჩაიყოლებს. ის ჩაიყოლებს სამარეში, მას ესე დამოკიდებულება აქვს და ის ჩაიყოლებს მთელ ქართულ ოცნებას, რომელშიც ეხლა მესმის რა პანიკებიც არის, რომ შეშინებულია ხალხი, ვაიმე რაღაცა დაიწყო ვერ ამთავრებს. რატო არის, რომ ის კანონები მიიღეს, რომ თანამდებობის პირთან ვერ მიხვალ და ვერ ეთქო შეკორუმპირებულო. იმიტომ რომ შიგნით არის პანიკა, კონვულსიები, რომ გვაგინებენ, გვაფურთხებენ, ქუჩაში ხალხი ხვდება, რაღაცებს გვეძახენ, აღარ შეულ მორალურად გატეხილები არიან. რატო იყო რომ 30 ჟურნალისტი თქვენი კოლეგა რომელიც გუშინ წინ იქ იდგა, ჩამოყარეს და ტროტუარიდან ტროტუარზე აგდეს. იმიტომ რომ ისინი შიგნით ვინც შედიოდნენ, ის ვიღაც ვარლამლი პარტელიანები და ვითომ დაკუნტული ბიჭები შეშინებულები, გაფუჭებულები არიან იმ საზოგადოებრივ წნეხით, რაც ხდება და უბრალოდ რაღაცა კედელს, ვირტუალური კედელის აშენება უნდათ, რომ საერთოდ ვიღაც რაღაცას ვეთქოს, რომ ამისთვის დასაჯონ. აი ამის გამოძახილია და არაფერი რეალისტურია. და ის მაგალითი ძალიან ლოგიკურია, რომელიც ახლა თქვენ ახსენეთ მედიის პროტესტი, როცა ტროტუარზეც კი არ მისცა, გედედეს თანამშრომლები გამოიყვანეს იმისთვის, რომ ეს ადამიანები პარლამენტის გვერდითა შესასვლელ კარს მოეშორებინათ, სადაც შედიან ხოლმე ჩუმად არალეგიტიმური სესიაზე შესაკრება. ისინი ხო ბიზნეს იმას ვერ თხოვენ, რომ კარგი ეხლა რა ვთქვათ ეს და ვთქვათ რომ ევროპისკენ წავიდეთ, ამის თავი ხო არავის არ აქვს, ამ ხელ სულფასოვანი ადამიანი ხო არავინ არ არის. ოღონდ ეხლა რაღაცა ტიპის ისენი აქვთ ინსტინქტები ადამიანური და ნუ აღარ შეუძლია ამის ატანა და პირობებსაც რაღაცა ელემენტარულ პირობებს აყენებენ, რომ ნუ ეს ხალხი მაინც არ დაგვანახოთ. ნინო წიგოსანს აღარ უნდა ადამიანების დანახვა და ამიტომ ხდება ეს. ამიტომ იღებენ ეხლა ამ კანონებს, ამიტომ არ უნდა შევშინდეთ და ვიფიქროთ თავარზე. გავზარდოთ იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც გამოვა პროტესტზე. ეს არის ახლა ერთ-ერთი გამოსავალი. აი ესე როგორც ახლა უყურებთ მათი ჩამოშლის პროცესს, ნელა და ეგრე ჩამოიშლებიან ისე სწრაფად და ისე მოულოდნელად, რომ შეიძლება მიტინგი აზეც ვერ მოვიდეს რა მოხდა იმ დღეს. იბატონო, დიდი მადლობა თასო ჩვენი გადაცემის სტუმარი რომ იყავით, თასო დათუნაშვილი, კოალიცია ძლიერი საქართველოს წარმომადგენელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ასეთი იყო დღის სტუმრის პირველი ეთერი. მადლობა ჩვენთან ერთად რომ იყავით, დრო დაგვითმეთ და გვიყურეთ, ერთმანეთს შევხვდებით 6 საათიანი მთავარი გამოშვების დასრულების შემდეგ. დროებით.